თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ახალგაზრდებს თბილისისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ბასო გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართა. განათლებული ლაღი, თავისუფალი, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს და მათი როლი, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურობაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მუნიციპალიტეტი ჩვენ ბევრი საინტერესო პროგრამა გვაქვს ხელშეწყობის თვალსაზრისით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდებისთვის. კიდევ საინტერესო სიახლეებს ვპირდებით და ვთავაზობთ ახალგაზრდებს. რთული ოცნებაც და თბილისის მერიაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალგაზრდების განვითარებაში და ძალიან ბევრ საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და ასევე ახალგაზრდებიც მეც და თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენთაგანს განსაკუთრებული როლი გვაქვს ასევე ეხლანდელ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში. ჩვენთვის უდიდესი мотиваცია ახალგაზრდებისთვის ის მადლობა, რომელიც კახი კალაძემ თბილისის მერმა გადაგვიხადა ჩვენ თვითონ ახალგაზრდას, როგორც საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის როგორც თბილისის მერიას, ისე ქართული ოცნების უდიდეს გუნდს, რომ ჩვენ ახალგაზრდებს გვათვისნობიერებს პოლიტიკურ სფეროში და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგად მართოთ ეს ქვეყანა. თბილისი არის ზოგადად ქალაქი, სადაც ესე იგი თავშეყრის ადგილია ადამიანების, რომელიც სხვადასხვა რეგიონიდან გარდა იმისა, რომ ბევრი თბილისელი ცხოვრობს, ასევე ბევრი რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. ძალიან საინტერესოა ბუნებრივია ამ ადამიანებთან შეხვედრა, დიდი ბედნიერებაა, მრავალფეროვანია, ძალიან სხვადასხვა ინდივიდები არიან და დიდი ბედნიერება, დიდი პატივი და გამართლება ამ ადამიანების წინაშე წარდგენა კონცერტის და მადლობა ყველა ორგანიზატორს.